პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების შენახვისა და გამოყენების, ასევე 16 წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარკვეული ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიები დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის ინსტაგრამის ყალბი ანგარიშის მეშვეობით 14 წლის არასრულწლოვანთან მიმოწერას აწარმოებდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა. ასევე მუქარის და იძულების შედეგად მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, რომლის გავრცელების მუქარით არასრულწლოვან სხვა ინტიმური მასალის გაგზავნას და მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა. ბრალდებული დაზარალებულის დაყოლიებას სხვადასხვა გზით ცდილობდა, მათ შორის არასრულწლოვანს და მასთან დაკავშირებულ პირებს ანგარიშებზე პერიოდულად თანხას ურიცხავდა. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების გამო არასრულწლოვანმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე კი გამოძიება გაგრძელდება.